აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ გერმანიაში ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა. ავთანდილ ბერიძემ იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც გერმანულ მხარესთან ერთად აპირებს. ლანდტაგის პირველ ხტომას ბათუმიდან სპეციალური მიწვევით 3 დელეგატი ირაკლი ჩავლეიშვილი, გია თავამაიშვილი და ავთანდილ ბერიძე ესწრებოდნენ. 17 მარტს კი ბათუმში სტუმრად ბრანდენბურგის კულტურის მინისტრს ელოდებიან. Კონდა საუბრები იმ ადრე დასახულ გეგმებზე, მხოლოდ ორი სიტყვით ვიტყვი, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს აუცილებლად, ეს არის პროფტექნიკური სასწავლებლების გახსნა, პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება, კავშირის დამყარება ბათუმის დინამოსა და კოტბუსის ენერგიას შორის, ამ ორ გუნდს შორის და ჩვენ ახალი ინიციატივებზე მქონდა მიმოხილვითი საუბრები ამ ადამიანებთან, ეს არის ქართული კულტურის დღეების, უпростоრად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმოსაჩენად ასეთი დღეების ჩატარება გერმანიაში. ვაპირებთ გერმანია საქართველოს ურთიერთობის და მეგობრობის ცენტრის ჩამოყალიბებას. ჩვენ თვითმმართველობა ამ საკითხებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადავდგით და თავისუფალი ხალხი მოუძებნით, რომელიც ჩვენ ბალანსზე დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი, სადაც გაიმართება ეს ცენტრი და აბსოლუტურად დახუნტული იქნება ინფორმაციით, რა ხასიათი იქნება ამ ცენტრს. მუზეუმის მონიტორინგის საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან აქტუალური არის, ეს არის ერთობლივი სპექტაკლების მხედველობაში მუსიკალური ცენტრში, შეკავაზე კალბოდონ კომუნიკაციების ტექნიკა და ალბათ ამის საშუალება და ამაზეც პროექტი იყოს სტაჟირება, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.